დღეს მიხეილ სააკაშვილი ბოტანიკურის ქუჩაზე მეჩეთს ესტუმრა და ადგილობრივებს ყურბან ბაირამობის დღესასწაული მიულოცა. მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ყალაუბანში გადაინაცვლა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ყალაუბანში მთლიანად რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გამოიცვალა მაგისტრალური სანიავრო და კანალიზაციის სისტემები. მთლიანად ქუჩაზე დაიგო ქვაფენი და დამონტაჟდა გარე განათება. ამასთან ერთად რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია utardeba სამღებროს ბეთლემის, ჯვარედინის და გომისა და მიმდებარე ქუჩებსა და სახლებს. მიხეილ სააკაშვილმა მოწამეთა სახელობის ეკლესიაში აღმოჩენილი უძველესი სამარხებიც დაათვალიერა. პრეზიდენტის ვიზის ყალაუბანსა და მეჩეთში ჩვენი კორესპონდენტი ლიკა ბერა ესწრებოდა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. დიახ, პრეზიდენტი დღეს ყალაუბანს ესტუმრა და აქვე მდებარე მეჩეთში მივიდა. პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას, მუსულმანებს მიულოცა ყურბან ბაირამის დღესასწაული. მიხეილ სააკაშვილი დღეს მეჩეთში შევიდა და იქ შეკრებულ ადამიანებს სიტყვით მიმართა. შემოძმებო, პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ჩვენი ყველას მისაბაძი მაგალითი, ჩემი საპრეზიდენტო ვიცის დადების ადგილი და მუდმივი ჩემი ფიქრის ადგილი და პიროვნება ეს არის დავით აღმაშენებელი. დავით აღმაშენებელი იყო ძალიან დიდი ქართველი რეფორმატორი, მაგრამ ერთ-ერთი თავი რაც მან შექმნა იყო ის, რომ საქართველოში ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა რელიგიის, ყველა აღმსარებლობის ესე წარმოადგენელი იყო თანასწორი. დავით აღმაშენებელი დადიოდა მეჩეთებში და აღავლენდა მუსლიმანებთან ერთად ლოცვას. დავით აღმაშენებელი დადიოდა სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებში, ის დადიოდა სინაგოგაში, იმიტომ რომ მან კარგად იცოდა. საქართველოს ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა უნდა უნდადეს თანაბრად მისი ყველა ერის, ყველა აღმსარებლობის წარმოადგენელს. თქვენ შემთხვევით არ ახსენეთ, რომ მართლაც თუნდაც ბოლო ომში ჩვენი დამპყრობლის წინააღმდეგ დაიღვარა მათ შორის ქართულ მუსლიმანთა სისხლი. და ეს ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. იმიტომ რაც ხდება ბოლო წლებში, განსაკუთრებით, ეს არის ის, რომ ის განსხვავებები, რომელიც იყო საქართველოს კუთხეებს შორის. განსაკუთრებით ახალგაზრდობის დონეზე, მე ძალიან ბევრს ხვდები ახალგაზრდებს. ეს განსხვავებები სადღაც გაქრა. განსაკუთრებით რო უყურებ ახალგაზრდებს, აღარ არის ეს კუთხური კარჩაკეტილობა, აღარ არის განსხვავებები, ფასეულობები ერთია. საუბრის მანერაც კი რაღაცნაირად დაუახლოვდა ერთმანეთს. აზროვნების რაც თავარია მიმართულება. ერთ სიტყვით ის, რომ ადრე საქართველო იყო დაყოფილი ფეოდალურ კუთხეებად, სადაც ხალხი განისაზღვრებოდა არა იმით ადამიანები თუ რამდენად ნიჭიერები იყვნენ, რამდენად შრომელები იყვნენ, არამედ იმითი, რომელი გვარის წარმომადგენლები იყვნენ, რომელი აღსარებლობის წარმომადგენლები იყვნენ, რომელი ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. ეს წავიდა სადღაც სხვაგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წარმომავლობა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი კულტურა, ჩვენ ყველას მათ შორის გვაქვს მეორე და მესამე ენა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საქართველოს პირველი ენა გავცობით და ასე პრაქტიკული მნიშვნელობით არის ქართული. მაგრამ თავარი რა ჩვენ გვაერთიანებს არის, რომ ჩვენ ქვეყნისთვის მზად ვართ ვიცხოვროთ, ვიშრომოთ, შვილები გავზარდოთ და როცა საჭირო გახდება, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის თავი გავწიროთ და სისხლი დავუყაროთ. და ეს მოიტანა იმ დრომ, როცა ჩვენ ყველანი ერთად მივხვდით, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველას მონაწილეობის გარეშე არ აშენდება. რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება და ვერ დადგება ფეხზე, თუ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი აგური არ დავდეთ ამ დიდ ქვეყნის მშენებლობაში. ამიტომ დღეს ძალიან მაგრა ვითარდება თბილისი. აი ხა ჩამოვიარეთ და ნახეთ, არასდროს საქართველოს ისტორიაში თბილისში არ ყოფილა ერთ პერიოდში ამხელა აღმშენებლობა, როგორც არის ახლა. არ ვიცი, ეს იმითია განპირობებული, რომ პირველად თბილისის ისტორიაში ყავს პირდაპირ არჩეული მერი და ამის გამო მოხდა ეს. მაგრამ ფაქტია, რომ არასდროს არც ერთ ეპოქაში თბილისში არ აშენებულა ამდენი, როგორც ბოლო წლების განმავლობაში. და მაგრამ ასევე არასდროს ყველა საქართველოს რეგიონი, გარდა იმისა, რაც არის ოკუპირებული, არ განვითარებულა ასე ერთდროულად, ასე თანასწორად, ყველგან რაღაცა ხდება ამ მასშტაბით, როგორც დღეს ხდება ჩვენ ქვეყანაში. არასდროს ჩვენ ისტორიაში.
და ეს არის უთხოვარი ნიშანი იმისა, რომ ყველანი ერთად თუ ჩავკიდებთ ხელს ერთმანეთს, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განთავისუფლების და ბოლომდე გაერთიანების ჩვენ დიდ ოცნებას. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, ყველა ჩვენი მუსულმანთა დღესასწაული არის საერთო ეროვნული დღესასწაული. იმიტომ რომ ჩვენ ხართ განუყოფელი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ერის. ესე იგი, რომელიმე ნაწილს ერის როს რაღაცა უხარია, ესე იგი მთელი ერი ამას ხარობს. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ არა მხოლოდ იმას, რომ დღეს თქვენ ესეთი ერთგული და შრომელი და გვერდზე მდგომი მოქალაქეები ხართ. არამედ იმას, რაც წინა წლებში, ბოლო წლებში, 10 წლეულებში და 100 წლეულებში თქვენ და თქვენმა წინაპრებმა გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს ჩვენ მხრებზე აქამდე მოგვეტანა და გადავრჩენილიყავით. კიდევ ერთხელ გილოცავთ და დაესწარით მრავალს. დიდი მადლობა საქართველოს მუსლიმების სახელით, ქართველი სუნიტებისა და შიიტების სახელით მინდა მოგესალმოთ და დაგლოცოთ მართლაც ერიშვილი, მართლაც ადამიანი, რომელმაც საქართველოს მთელ მსოფლიოს არენაზე გამოვიტანეთ და ანახოთ მთელ მსოფლიოს თუ რა იყო საქართველო და დღეს ქართველი მუსლიმები თავისუფლად ცხოვრების საშუალება ნამდვილად გრძნობთ 21 საუკუნის ვარდების რევოლუციის შემდეგ და მე მიხარია, რომ დღეს ვართ საქართველოში ევროპული ოჯახი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ამშენებლობის და ჩვენი ესე იგი ქვეყნის წინსვლის პროცესში ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები ქართველი მუსლიმების და გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. გვესმის ტელევიზიით და თქვენი საუბრით ძალიან დიდად კმაყოფილი ვართ, ხშირად მოიხსენიებთ რამოდენიმე მეჩეთი იყო და ასევე ჩვენი მუსლიმი ბიჭები განისვებებენ მუხათგვერდის სასაფლაოზე, მათი წრემლი ჩვენთვის წრემლია, ქართული სისხლის დაურა ნიშნავს, რომ ჩვენი სისხლის დაიღურა და ჩვენ გვინდა რომ ერთიანი ქვეყანა თქვენს გვერდით როგორც ძალიან დიდი პატივი დაგვდეთ, ჩვენ ვიცით მეფეების წინსვლა, დავით აღმაშენებელი, ისტორიული მეფეები, ბაგრატიონები, როსტომ მეფე და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა გითხრათ დიდი მადლობა, რომ დღეს 21 საუკუნეში ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რომელიც გახარებულია მთელი საქართველოს მუსლიმი მრევლი. ამისათვის დალოცვილი ადამიანი ხართ, მერთმა დაგლოცოს, მოგცეს უფრო მეტი ძალა და უფრო მეტი გამბედაობა, რომ ჩვენი ქვეყანა სულ ახლოს გამთლიანებული იყოს და იგულეთ, რომ ქართველი მუსლიმები ერთი სისხლი, ერთი ხორცი და ერთი გენის ადამიანები ვართ ყოველთვის ქვეყნისა და ერის გვერდში და ჩვენ გვინდა რომ საქართველოში ქართული სული და ქართული სისხლი ყოველთვის ჩქეფდეს. როგორ ახლა? მეჩეთიდან გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დედაქალაქის მერთან ერთად უკვე ბოტანიკური ბაღის მიმართულებით გადაინაცვლა და გაეცნო იმ გეგმებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც იგეგმება ბოტანიკურ ბაღში. აქ უნდა აშენდეს საბაგირო, რომელიც იმუშავებს სამი მიმართულებით: ნარიყალა, ბოტანიკური ბაღი და სოლოლაკი. ასევე აშენდება სპეციალური გადასახედი ლეღვას ხევზე და მიხეილ სააკაშვილმა დედაქალაქის მერთან ერთად სწორედ ეს ადგილიც მოინახულა. ეგეთ ადგილებში თბილისში არის აქ ყველაზე კაი მიკროკლიმატი, ითვლება რომ აბასტუმანზე უკეთესი მიკროკლიმატია აი მათ. აივანს გეკეთებენ? ისა, ამას გვიკეთებენ, ხო, და ისა, ცოტა ხარტემში რა. ჩვენ დავაჩქაროთ? თქვენ იცით რა. რამდენი ხანია საკეთე? ეს ახალდაწყებულია, მაგრამ ეს ამას ამთავრებენ, აქ ცხოვრობენ. და ისა, უთხარი ისა. აი უგულავა გედა. აგერა ვარ, აგერა. ბაბა ხარ, ხო? სათვალით რომ გუგვეცა. არა, შარშანი იყო და ვითხრა ვაშკაცურად რომ გაგიკეთებთ ყველაფერს და აი ნახეთ რას გავდა და გავიკეთე და დიდი მადლობელი უგულავას, მაგრამ
ცოტა ტემპში. მომავალ კვირას არის დაგეგმილი აგერ თქვენთან გაზის შემოყვანა ფრონტის უფროსია. აბა იცოცხლე დროებით. გასასწრებელი აქედან იქნება ხეობა. აი როგორ ახლა აბანოს უბრინდა რომ შემოდიხარ, წელი აბანოს უკან შემოხვალ და მოდიხარ ესე და პატარა ხის ისინი იქნება გადასასვლელი და შედიხარ ესკალატორი ხება? არა, ესე გადადიხარ და მდინარეს აყვები და ბოლომდე ადიხარ ბოტანიკურში. ეს იმიტომ გავაკეთე ჯერ ესეთი ხელმისაწვდომი და ზევიდან ირყევა ეგ ჩაკეტილია. გამოიწეს აქ მე. ესენი სახლები როგორ იყო? ეს აი აქ ეთი და სიტუალიტები, უბედურება ხდებოდა. ეს საერთოდ დავერანებული იყო და აი აქ არის ერთ-ერთი ყველაზე კაი. ხო. აი აქ ეს არის არის როგორც ხეობები როა რაღაც წვრილი თქვა მარტლუსტე ეგეთ ადგილებში. თბილისში არის აქ ყველაზე კაი მიკროკლიმატი. ითვლება რომ აბასტუმანზე უკეთესი მიკროკლიმატია აი იმ ადგილას, აი. საერთოდ ბოტანიკურ ბაღში უნდა გავაკეთოთ გიგი, რაღაცა ის უფრო მეტი ინტერაქცია, ხალხს მეტი ინტერესი ხონდეს ახლა მაგალითად. ძალიან ჩაკეტილია. ჩემი ოჯახის წევრები მაინც დარბიან ხოლმე სასიარულოდ, მაგრამ არ უნდა იყოს სადღაც სხვა სამყარო რა. აქ უნდა იყოს რაღაცა ბევრი რაღაც პავილიონები, ინტერაქცია, რაღაც სათამაშოს ელემენტები, არა გასათვე პაკეტს, მაგრამ აი ბავშვების რაღაც დაინტერესების, ცნობის მოყვარეობის ყვავილების და მცენარეების გაზრდა, მე გაყიდვა, აი რაღაცა ამასთან ინტერაქციაში უნდა. აი თვითონ ბავშვებს რო ვასწავლოთ, ბუნებასთან დამოკიდებულება, რაღაცა ესეთი ბავშვებს რო გქონდეთ ინტერესი რო ეს რამე ვიფიქრე, ბუნების გაკვეთილები რო არის, აქ რომ მოიყვანოს აი როგორც ზოგადად დაკავდა ცხოველებს უყურებენ, აქ უნდა რაღაც ინტერაქცია გქონდეთ, აი ამ ცოცხალ ბუნებასთან სხვა მხრივ. ეს კაი იდეა კიდე სხვა შორის ლორთი ფარნიძეს ერთ-ერთ პავილიონში მუზეუმს აქვს ესენი ცხოველების და საინტერესო ტიტულების კოლექცია. და რომ გადმოვიტანოთ აქ. და ისიც დამატებით, ანუ სამუზეუმო ექსპონატებია მასაკა. და ბუჩკიდან რო უცებ ლეოპარდი ტიტულია, ტიტული. გამოგიჩნდეს? და გული რო გაუსწრეს უნდა? იმედი არ გაუსწრა. ანუ ამის ინტერაქციას ეხლა ვფიქრობ, ეხლა ორი თვე არის რაც გადმოვიდა მერიაზე ბოტანიკური ბაღი და გაიცათ ეხლა ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო გახსნილი იყოს თბილისელებისთვის. და აი რიყის პარკმა ჩვენ ძალიან დიდი მოთხოვნა მწვანე ადგილებს, ხო? ეს იყო მეფის ბაღი. ხო და ამიტომ რეალურად უბრალოდ შიგნით უნდა იყოს რაღაც ინტერაქცია, სულ რაღაცა უნდა ხდებოდეს. აი ბუნების გაკვეთილება დაუფინანსოთ და ყველა შემოს დაუვალდებულოთ, დაუფინანსოთ. ყო ის რაც სადღაც თვეში ერთხელ ბუნების გაკვეთილები, ანუ ორ თვეში ერთხელ ყველას ყოლიდან ბავშვები რო იყვნენ აქ რამყოლი. მე მაგალითად ისე გავიზარდე ბავშვობიდან რომ ბოტანიკურ ბაღს სად იყო არ ვიცოდი. მე ვიყავი, თორე აგერ ცხოვრობ, თორე ისე ძირითადი თბილისის გამოკითხვა ესეთი სტრაფი სატელეფონო ჩავატარეთ, როცა გადმოგვეცა და თბილისის მოსახლეობის 95% ნამყოფი არ არის. მანამდე კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 40 მოწამეთა სახელობის ეკლესიაშიც იმყოფებოდა, სადაც აღმოჩენილია უძველესი სამარხები. მიხეილ სააკაშვილი არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობით დაინტერესდა, ხოლო შემდეგ რეაბილიტირებული კალაუბანი დაათვალიერა, სადაც რამდენიმე წელია უკვე მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და სულ განახლებული იქნება 96 საცხოვრებელი სახლი და პარალელურად 26 ახალი სახლი შენდება. ალბათ კი ახალი წლის მერე გაიხსნა. ძალიან მაგარი ადგილი. არა, ეხლა შეიძლება რომ გადავიდეთ სამგებრო სამუშაოზე. გამარჯობა როგორ ახლა სამგებრო დაბანილი იყოს. და შარი რა. ეს ერთ-ერთი კარგი და ყველაზე აი ხის მასალა საერთოდ მოგაკეთეს ხელი. ადგილობრივი არა, როგორც გამოჩვენებაა, გამოჩვენებაა და ადგილობრივი ხელოსნები. ადგილობრივად თბილისის მყიდან არის. Michael, New York. How are you, sir? Good. How are you? Do you live here? Domi Street, number 19. Wow. Good for you. Good to be here. აი ესეთი უბანი იქნება, ირგვლივ უბანი ქვია. აი მთელი კვარტალი, რომელიც შენდება და მთლიანად იმას რა. და იქეთა უბანი. აქეთა სახლი შენდება ხდიან, ხო? აი აქეთ აი ესეთი კვარტალი. ძალიან მაგარი. და ეს ებუნება იმ უბანს, ეს ისე დასახობის მახიდის სახლი იყო ეს არის, ხო? იმისი გადაკეთება ჩვენი პროექტის არის. სადაც აბსოლუტურად დამოუკიდებელია, შედიხარ ეკლესიასთან კავშირში. ხო. უზე ეკლესია არის ზემოდან. აი რაც არის ქვევით ექსპონატები, ცალკე იქნება და ეს ღია სივრცე იქნება. ეს შეიცვალა შარშენდა. დანარჩენი რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძირითადად. ეხლაც მიდის, აი პრინციპში ცოტა და. მიმდინარეობს 29 შარზე ანთოპოსტიაბილიტა. იქით უბანს 59 ამჟამად კალაუბნის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს და ასევე სულ მალე დაიწყება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესიც. ეს იყო ლიკა ბერაია, ქრონიკა 17 საათზე კი ამით დასრულებულია, დაელოდეთ